მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ეს გახლავთ პოდკასტი ლალისთან ყავაზე. ჩვენ ვიმყოფებით ახლა აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს წინ და დღეს ჩემი სტუმარია სალომე გორგილაძე. სალომე არის ინგლისური ენის მასწავლებელი და არის სინქრონული თარჯიმანი, რომელიც მე მიმაჩნია, რომ ეს არის რაღაცა ყველაზე უფრო რთული პროფესია, თუ შეიძლება. ალბათ მიშახტის მე ყველაზე უფრო ასე მეგონა მეც. რთული და შრომატევადი პროფესია. რატო მეგონა, რატო არის, იცით, ნანახი მაქვს, როგორ მუშაობს, რაღაც გრაფიკული ის არის გაკეთებული, როგორ მუშაობს სინქრონული თარჯიმანის ტვინი, როცა ეს პროცესი მიდის და ეგ აბსოლუტურად ყველა კერა არის ტვინის ჩართული და წადით პატივს მოკლედ ამ პროფესიის ადამიანებს. დღეს სალომესთან ერთად მინდა ვისაუბრო ზოგადად განათლების სამინისტროს მიზანშეწონილობის შესახებ. იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ამერიკაში მოხდა რაღაც ჩემი აზრით ძალიან დიდი და საინტერესო ცვლილება, როდესაც ამერიკის ახლანდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააუქმა განათლების ფედერალური სამინისტრო. თუმცა შტატების პირობებში ჯერ კიდევ არსებობს და დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა ხდება ზოგადად, რა შეიძლება გამოიწვიოს ამან განათლების სფეროში და რაღაცნაირად სალომე მე მგონი ბოლოსკენ არ იქნებოდა ურიგო იმაზე რომ გვესაუბრა აი ჩვენთან რომ განათლების სამინისტრო გაუქმდეს რა შეიძლება ამას მოყვეს და საერთოდაც რატო შეიძლება რომ განათლების სამინისტრო არ არსებობდეს ხო ნუ მოკლედ როგორც მოგეხსენებათ საკმაოდ რთული და საინტერესო თემა არის და ეხლა ჩვენ ფაქტობრივად ჩამოვაყალიბეთ მთელი კასკადი კითხვების, ანუ რაღაცერად მოკლე მიმოხილვა გავაკეთე იმისი, რასაც მთელი პოდკასტის მანძილზე გვექნება საუბარი. ჯერ დავიწყოთ იმითი, სალომე, თუ გაქვს ინფორმაცია და თუ შეგიძლია ორი სიტყვით ჩვენი მაყურებლისთვის თქვა, რომ აი რა გააკეთა დონალდ ტრამპმა და რას ნიშნავს ეს, რომ განათლების სამინისტროს ფედერალური განყოფილება არ ექნება, კერდა. შეუმცირდა. ხო, აი რა მოხდა. დიდი მადლობა, მოგესალმებით ყველას, მაყურებლებს. პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვამოს, რომ განათლების ექსპერტი არა ვარ, მე ვისაუბრებ მასწავლებლის გადასახედიდან. რა მოხდა და ამერიკული სისტემა ცოტა კერა ძალიან განსხვავდება ეხლა რა თქმა უნდა ჩვენი სისტემისგან და იქ თქვათ community დონეზეა, მე შტატის დონეზე და ბოლოს ფედერალურ დონეზე, საიდანაც ფინანსდება და ასე შემდეგ ეს განათლების სისტემა, ხო? და რამდენადაც მე ვიცი, ასევე იქ ჩვენგან განსხვავებით, სახელმწიფო თანხებს უხდის არამხოლოდ სახელმწიფო სკოლებს, არამედ კერძო სკოლებსაც. იმიტომ რომ იქ იყო ერთი პერიოდი გამოვიდნენ გადასახადები მშობლები, რომ აი ჩემი გადასახადებიდან გადახდილი თანხა რატო არ მიდის ჩემ შვილამდე, ვთქვათ, აი ეს განათლებისთვის გათვალისწინებული რაღაცა პროცენტი, ნუ ზუსტად არ მახსოვს რა პროცენტი, იმის გამო რომ მე მყავს ის სახელმწიფო კერძო სკოლაში და შემდეგ ძალიან ბევრ შტატში ზუსტად ამ პრინციპით მოქმედებდა, რომ იმათ გარდა იმისა, რომ ის ვთქვათ, მაღალი გადასახადებიდან შემოსული ჰქონდათ, რა ქვია, თვითონ სკოლის საფასურის გარდა ჰქონდათ კიდე სახელმწიფო დაფინანსება და მე რამდენადაც გავეცანი ახლა სტატიებს და გადავხედე, ვთქვათ, რაღაც ვიდეო მასალას, სუბუქად, ასე ვთქვათ, შემცირდა ეს ფედერალურ დონეზე, თუმცა ეს ხელს უნდა უწყობდეს წესით იქ ადგილობრივ დონეზე, ანუ შტატის დონეზე, ამ ყველაფრის გაძლიერებას და დეცენტრალიზაციას აკეთებს და უწყობს, ვთქვათ, იმ დაფინანსებებს ზუსტად ესეთ სკოლებს, როგორც ანუ იქ ერთ-ერთ სტატიაში ესე იყო ნათქვამი, რომ აი რომ არ მოხდეს ისე რომ თქვა სახელმწიფო სკოლაში სადაც აი მწირი მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსებაზე არიან ბავშვები. Public schools-საც ეძახიან საჯარო სკოლა ჩვენ ახლა მე სახელმწიფოს ხო. კი, აი ეს public school-ები რო არ მოხდეს აი დიდი სხვაობა რო არ იყოს მათში რა თქვა იქ ყველაფერს თავაზობენ და აქ რასაც თავაზობენ იმაზე უნდა იყოს დამოკიდებულები. აი რაღაც თითქოს ამ ეს რა ქვია გეფის შევსება უნდათ თითქოს და თან უფრო ადგილობრივ დონეზე გაძლიერება და სკოლის ავტონომიის გაძლიერება.
თუმცა სალომე სანამ მაგაზე დავიწყებდეთ საუბარს, მაგრამ ისიც ვთქვათ, რომ ამერიკის პირობებში არ არსებობს ეროვნული სასწავლო გეგმა და არ არსებობს ცენტრალიზებული ფორმა. იმ შემთხვევაშიც კი, როცა არსებობს, ვთქვათ, ფედერალური განათლების სამინისტრო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა შტატი ერთნაირად იღებს განათლებას და ერთნაირი პროცესებში და იცით რა არის? იმდენად რთული არის ჩვენთვის გასაგებად რაღაცა წარმოუდგენელი, ხო? და ცოტა უჭირთ ხოლმე რა, ამისი გააზრება, როცა ამაზე ჩვენ ამერიკა როგორც ქვეყანა ცოტა სხვანაირად გვესმის. ამერიკა წარმოგვიდგენია როგორც ერთიანი ქვეყანა, თქვათ როგორც საქართველო, ან თქვათ რაღაცა, საფრანგეთი ავიღოთ თუნდაც და სინამდვილეში ამერიკა არის აბსოლუტურად განსხვავებული ქვეყანა. ხო, ეს 50 შტატი ჩვენ შეგვიძლია წარმოგვიდგენთ როგორც 50 ქვეყანა და მათი ერთობა, ხო? ანუ ტიპური ქვეყანა არ არის ამერიკა და ალბათ ესეც განაპირობებს ამას. სახელმწიფო მოწყობის თვალსაზრისით ეს არის ფედერაცია და ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ასევე ფედერაცია რუსეთი, ანუ ამერიკა და რუსეთი ორივე ფედერაცია განსხვავებული ფედერაციები არიან. ეს არის. კი, ნამდვილად. ნამდვილად საინტერესოა ეგ ფაქტი, ხო? რუსეთში მაინც მგონია რომ ყველაფერი ცენტრალიზებულია, ამერიკისგან განსხვავებული. მაგრამ აქ არის საუბარი რაზე, რომ ეს არის ნამდვილი ფედერაცია, ხო? და პოლიტიკური რეჟიმი როგორ განსაზღვრავს, ანუ ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმი და დემოკრატიული პოლიტიკური რეჟიმი როგორ განსხვავდება, ხო, ერთმანეთისგან, იმიტომ რომ ფაქტობრივად, აი რომ გაიაზრებ რო ერთნაირი პოლიტიკური მოწყობა აქვს რუსეთს და ამერიკას, ანუ ფაქტობრივად შეუძლებელია შედარება ამ ორი ქვეყნის, ხო? კი, ნამდვილად, ზოგადად ძალიან კარგია ის, რომ თქვა შტატის დონეზე და თუნდაც რეგიონის დონეზე წდებოდეს რაღაც, იმიტომ რომ განსხვავებულ გეოგრაფიაში ადამიანებს აქვს განსხვავებული მოთხოვნები, ხო? ეხლა ის რაც მექნება და გაამართლებს ბათუმში, შეიძლება არ გაამართლოს უშგულში. და პირიქით, ხო? ანუ მე მივესალმები ამას ამ კუთხით. თუმცა საქართველოზე თუ გადმოვიტანთ, ბევრჯერ მიკამათია ჩემს მეგობარსთან, რომელიც ამბობს, რომ საერთოდ არ არის საჭირო განათლების სამინისტრო და მე ვეუბნები, რომ საქართველოს პირობებში არ გვექნება რაღაც სისტემა ჩამოიშლება, თითქოს არ შეიძლება მეშლება. შეიძლება მე ვწდები. სისტემა რო ჩამოიშლება, მაგიტო ეგ არის კარგი. ხო, ანუ ნახეთ მე რას ვეუბნები, იცით? ხო, მე რას ვეუბნები, შეხედეთ. არ გვექნება რაღაც აი საზომები თითქოს. ანუ ის ცოტა სხვანაირად ფიქრობს. ის ფიქრობს, რომ მშობელმაც იცის რა ასწავლოს ბავშვს და მეთქი ახლა მშობელმა რომ გადაწყვიტოს, რომ ასწავლოს და ვინ არის ეს მეგობარი რა სწორად? ძალიან საინტერესო პიროვნება, სხვათა შორის თქვენს გადაცემაშიც გამოდგება რესპონდენტად. მე ვთხარ ახლა მე ახლა იქით მივყავს, რომ მშობლის კომპეტენცია ყოველთვის არ ყოფნის ამას და შეიძლება მშობელს ეჩვენებოდეს, რომ აი მხოლოდ რაღაც ერთი რომ ასწავლოს, ისიც საკმარისია განათლებისთვის და ესე არ არის თქო, თუმცა ხო, არის რაღაც გადაფარვები ჩვენ საზრებს შორის და არის რაღაც განსხვავებები. არ ვიცი. ეხლა როგორ აღიქვამ, ჩვენ პოზიტიურად აღიქვამ ამას, აი ამ სამინისტროს გაუქმების იდეას თუ ამერიკის შემთხვევაში? ამერიკის შემთხვევაში ეგ არ არის დიდი ტრაგედია, იმიტომ რომ ეს ფედერალურ დონეზე მაინც ბევრი არაფერი წყდებოდა, უფრო დაფინანსებები და რაღაც ესეთი საკითხები. ყველაფერი მაინც შტატის დონეზე წყდებოდა და შესაბამისად ეხლა აი იგრძნობენ სკოლები, ვთქვათ, ფინანსურ სიმწირეს და რაღაც რიგ საკითხებში ვთქვათ განსხვავებას, რაც გადავა უკვე მათ მხრებზე, უშუალოდ სკოლების და უშუალოდ იმ თემის მხარზე და იმ შტატის მხრებზე, რაც მანამდე ვთქვათ ფედერალური იყო და ხო, არ იქნება ეს ძალიან დიდი ცვლილება, თუმცა რა თქმა უნდა ძალიან განსხვავებული და დიდი ნაბიჯია განათლების სისტემაში. აბსოლუტურად ამოაყირავებს ეს ბევრ რამეს. მე მგონია, რომ ეს ამას ექნება დიდი რეზონანსი, ხო? პრეცედენტული შემთხვევა არის ეს და ამას ექნება აუცილებლად შედეგები და მგონია, რომ შტატების დონეზეც შეიძლება ბევრი რამ, კი. შეიძლება უკვე სხვა ქვეყნებისთვისაც ეს მოხდეს მართლა რაღაცნაირი ესეთი წყალგამყოფივით თუ როგორ თქვა ისტორიაში გარდამტეხი მომენტი, როცა სხვების დაფიქრდნენ რაღაცა ახალი ხო არ არის შემოსატანი, მოსაფიქრებელი, ხო? კარგი. მოდი ახლა მოვატრიალოთ როგორ. ანალოგიური სიტუაცია ვთქვათ, რომ იყო საქართველოში, ხო? აი რას აკეთებს დღეს, აი თქვენ ხომ მასწავლებელი ხართ, არა? აი რას აკეთებს განათლების სამინისტრო და როგორ გრძნობთ რა ფორმით თქვენ განათლების სამინისტროს არსებობას? განათლების სამინისტროს არსებობას ძირითადად უფრო მეტად გრძნობენ საჯარო სკოლები. ყველაზე მეტად ალბათ რომელი სექტორი და რგოლიც გრძნობს, ეს არის საჯარო სკოლა, სადაც მე არ ვმუშაობ. თუმცა ძალიან ბევრი კოლეგა მეგობარი მყავს სკოლებში დასაქმებული და ჩვენი სამინისტრო ძირითადად დაკავებულია, ჩვენთან ყველაფერი ცენტრალიზებულია, მოგეხსენებათ და
სკოლების ავტონომიურობა მგონი საერთოდ ჩემი შეხედულებით საერთოდ მკვდარია სკოლებში. ვერც ერთი დირექტორი ვერ აიღებს თავის თავზე რაღაც პასუხს. ძალიან ხშირად არის ხოლმე ვერც მასწავლებლები სამწუხაროდ. აი ჩემი აზრით სკოლა ის ადგილია, სადაც მასწავლებელსაც უნდა შეეძლოს რაღაცების თავის თავზე აღება. თუნდაც ეს იყოს წესისგან გადახვევა, თუ ამას ის დაასაბუთებს, რომ ეს სასარგებლო იყო, ვთქვათ, პროცესისთვის თუ მოსწავლისთვის, თუნდაც ერთი მოსწავლისთვის და დირექტორს მით უმეტეს. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ძირითადად სკოლის დირექტორები და მასწავლებლები არიან სამთავრობო ელექტორატი, რომელიც მათ წინააღმდეგ არასოდეს არ მიდის, პრაქტიკულად არ მიდიან და ესენი არიან მორჩილი, ესეთი ძალიან გული მწყდება ამას რომ ვამბობ, იმიტომ რომ სკოლაში ვიმუშავე ცოტა ხანი, სულ 2 წელიწადი. და ყველაზე მეტად მაშინ მივხვდი, რამხელა ძალას ფლობენ სკოლის მასწავლებლები და მაშინ დავფიქრდი პირველად ნეტა ეს თუ იცის სახელმწიფომ, რომ შენ შეგიძლია იდეოლოგია შეცვალო, თაობები შეცვალო და საზოგადოება შეცვალო ზუსტად სკოლაში სწორად მუშაობით, ისევე როგორც არასწორად მუშაობით. და სამწუხაროდ ჩვენთან ეს ავტონომიურობა, ეს დამოუკიდებელი ნაბიჯების გადმო, იმდან რაღაცა შეშინებული, მე საკრძალულია, მე რა რომ აკრძალულია, მე თუ იმ მომენტში რაღაცისთვის მჭირდება, უნდა გადაუხვიო წეს, ხო? არ ვიცი, მე ასე ვხედავ. ჩვენთან ეს ამბავი ძალიან დააბნევდა ბერს. ეხლა ჩვენ რო უცებ გავაუქმოთ სამიწო, მიუხედავად იმისა, რომ სამიწო ძალიან ბევრი მასწავლებელი ედავება იმას, რომ თვითონ არც ხედან პრაქტიკოს მასწავლებლები არ არიან, თვითონ არც ხედან გაკვეთილს და რაღაც თეორიულად იგონებენ, აბა ეხლა ეს ვცადოთ, მე ამას გადაუსვამენ ხაზს, აბა ეხლა ის ვცადოთ, აგროვებინებენ ამ ხალხს, ხან კრედიტებს, ხან გამოცდებს აბარებინებენ. მართლა ძალიან დიდი სტრესია, ხო, იმის გარდა რომ მუშაობენ ეს მასწავლებლები, მე რამდენს შრომობენ იმისთვის, რომ თავისი კვალიფიკაცია აიმაღლონ, ამას უცებ გაუნულებენ და რაღაცა სხვა მოდელს მოარგებენ. და ეს კვალიფიკაციის ამაღლება სადმე სხვაგან მიდის? სადმე სხვაგან არ მიდის, მაგრამ ნახეთ, მაგრამ ეს კვალიფიკაცია არის ფორმალური და არა ის, რაც მას ჭირდება ბავშვთან მუშაობისთვის. თორემ ხა ჩვენ მაგალითად ინგლისურის მასწავლებლები ძალიან ბევრი ისეთ ტრენინგს გავდივართ, რასაც სკოლაში არავინ არასდროს არ მოგთხოვს, მაგრამ ვიცით რომ საჭიროა ჩვენთვის. ხო. ეგ სხვა რაღაცაა, კი, მაგრამ მაინც ადამიანმა რაღაცა ნახე, როგორი მას, ესე იგი გვაქვს რაღაცა საშინაო და საგარეო მოწყობა, ხო? ანუ საშინაო მოწყობაში გულისხმობ იმას, რაც მასწავლებელს ჭირდება მართლაც რეალურად მოსწავლესთან მუშაობისთვის, სტუდენტთან მუშაობისთვის და არის რაღაცა ფორმალური მხარეები, რომელიც ჭირდება იმისთვის, რომ სკოლამ ჩათვალოს ღირსად, რომ ის იყოს ამ სკოლის მასწავლებელი, ხო? და ესენი არ იკვეთება ერთმანეთთან? ანუ ის, რაც მე ფორმალურად მჭირდება, რეალურად თუ მჭირდება სამუშაო პროცესში. აი ესაა საინტერესო. ძალიან ბევრი მასწავლებელი ამბობს, რომ ეხლა რაც ცვლილებებით შევიდა სკოლაში, არის რაღაც აბსურდის დონეზე, იმიტომ რომ იმდენი ქაღალდებთან სამუშაო აქვს და იმდენი ბიუროკრატია აქვს მასწავლებელს თავის თავზე აღებული, რომ უკვე უჭირს იფიქროს დაგეგმოს, გაკვეთილის დაგეგმვაზე უფრო დიდ დროს ანდომებენ რაღაც ფურცლების შევსებას, რაც წმინდა ბიუროკრატიული ხასიათის არის, ხო? და აბსოლუტურად კრეატივი შემოქმედებითი ხო, რანაირად გექნება შემოქმედებითი დამოკიდებულება, როცა ყავს ვთქვათ 5 კლასი, თითოში 29 მოსწავლე და 29-ზე სათითაოდ გაქვს რაღაც დასაწერი, იმიტომ რომ დასაწერია. თორე ეს რომ მართლა რაღაცაში, ვთქვათ, რაღაცას ემსახურებოდეს, კიდე გასაგები იქნებოდა, ხო? და თან ახლა ნახეთ როგორია განათლების სამინისტროს ასევე აქვს ავტორიზაციის და სააკრედიტაციო საბჭო, ხო? ახლა წარმოიდგინეთ, თქვენ ეს არის ის სტრუქტურები, რომლებიც უმაღლეს სასწავლებელს უწესებენ ჩარჩოს და უმაღლესი სასწავლებლები, რომ შეიძლება ავტორიზაცია და აკრედიტაცია უბრალოდ არ მიცეს განათლების სამინისტროს. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ხალხო, ამერიკის შეერთებულ შტატებში სტენფორდის უნივერსიტეტს, ან რა ვიცი, ჰარვარდის უნივერსიტეტს, რომელიღაცა სამინისტროს ფუნქციონერმა რო უთხრას, რომ აი თქვენ არ აკმაყოფილებთ, რაღაცა სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებთ, ხო? ანუ ფაქტობრივად გამოდის, რომ ის რისთვისაც იმთავითვე შეიქმნა უნივერსიტეტები, ხო, ჩვენმა სისტემამ იმდენი რამ გააკეთა, რომ უნივერსიტეტები მოაქცია ჩარჩოებში, მაშინ, როდესაც უნივერსიტეტი იდეაში შეიქმნა იმისთვის,
რომ სახელმწიფოს მისცეს, ესე ვთქვათ, მიმართულება, განვითარებას. ზოგადად არა მხოლოდ სახელმწიფოს, ზოგადად კულტურის განვითარებასაც მისცეს მიმართულება, ხო? და დამკვეთი ამ შემთხვევაში არის უნივერსიტეტი და სახელმწიფო არის შემსრულებელი. ხო? და წარმოიდგინეთ თქვენ, რომ ჩვენთან ეს ყველაფერი აყირავდა და სახელმწიფო რაღაცას უკვე თავს ისეთ, რომელიც ფაქტობრივად შემოქმედებით პროცესს აჭერებს საგანმანათლებლო სივრცეში და ეხლა დღეს როგორი ეპოქა გვაქვს, ხო? ფაქტობრივად ჩვენ მივედით იმ ეპოქაში, სადაც საგანმანათლებლო სისტემაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის კრეატივის განვითარება, იმიტომ რომ უკვე იმ ვითარებაში ვართ, რომ ყველაფერს გააკეთებს მანქანა. უკვე საუბრობენ იმას, ნასას კვლევრებთან რაღაც ინტერვიუებს გადავხედე და უკვე იმაზე საუბრობენ, რომ ჩვენ ცოტა ხანში Google-ის სათვალეები გვექნება და სკოლა სჭირდება აბსოლუტური რეორგანიზება და რაღაცა სხვა ტიპის სხვა რაღაცა არის გასაკეთებელი და არა ის, რაც დღეს გვაქვს. ეხლა ნახეთ, მეორე პრობლემა კიდე რაც არის, რამაც შეიძლება, რომ აი კიდე რითი შეიძლება, რომ იგრძნო განათლების სამინისტრო. აი რისთვის გჭირდება, თქვა, ჩვენ საქართველოში განათლების სამინისტრო. შენ იძახი, რომ დაიბნევიანო. მე იმას ვიძახი, რომ აი იმ რეალობაში, როცა ქართული სასწავლებლები, სკოლები ყოველ შემთხვევაში არ არიან დამოუკიდებლები, ძალიან გაუჭირდება, აი როცა მიჩვეული ხარ, აი ვიღაცა მიგითითოს და გააკეთებ და ყველა ნაბიჯი აი როცა მიჩვეული ხარ რაღაც აფებზე მარიონეტივით მოძრაობას, დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა გიჭირს, ჩემი აზრით. ხო, თუმცა ეგეც ეხა მიჩვევადია და ეხა თუ იქნება ამის საჭიროება, ძალიან ბევრი კრეატიული ადამიანი ყავს ქვეყანაში და არც ეგ გაუჭირდებათ. აი ჩემ მეგობართან კამათი რო ვახსენე, ჩვენ ცოტა სხვა კუთხით წავედით მაშინ, ანუ ის თვიდა რომ აი ვიღაცას ვისაც რა უნდა ის ისწავლოს და მე ვეუბნებოდი რომ უნივერსიტეტმა მაშინ რა ქნას, კრიტერიუმების სისტემა აღარ გვექნება, თქო, ამას ვეუბნებოდი. აი უნივერსიტეტში მიღება მაშინ რა კრიტერიუმით უნდა იყოს. თუ მე მარტო ვისწავლებ, თქვა პირობითად, არ ვიცი, ცეკვა, რა ძალიან კარგია. მაგრამ მინდა ქორეოგრაფიულ ინსტიტუტში. ქორეოგრაფიულზე ხო, მაგრამ თქვა მომინდა რაღაცა სხვა, ფილოლოგია, ხო, ანუ რაღაცა ესეთი მაშინ შევედით დიდ კამაში და ბოლოს კონსენსუსი ვერ გამოვნახეთ, აღარ გვეყო დრო, რო გვეკამათა ბოლოს. იცით რა არის ეს სისტემა მართლაც ობიექტურად რო გაყვე, ძალიან ისეთია რა, გაბნევს ისეთი თემა. ხო, მაგრამ აი საჯარო სკოლებში რაც ხდება დღეს, ხო, ფაქტობრივად ბავშვები არიან აბსოლუტურად მოწყვეტილი რეალობას. ანუ ბავშვები მუდმივად სვამენ ამ კითხვას, რომ აი მე ამას რატო ვსწავლობ, თქვა, რაში დამჭირდება, რატო უნდა ვისწავლო ისეთი რაღაცა და მე მგონი ყველას გვისწავლია ის, აი ვიცი, ტრიგონომეტრია მაქვს სკოლაში ნასწავლი, ალბათ ისე მოკვდები, რომ ერთ ფორმულას არ გამოვიყენებ და ჩემი თვით შეფასებად შეიწირა მაგა და რამდენი დრო და ენერგია რეპეტიტორთან სირბილი, რომ წარმოდგენა შემქმნოდა, ხო, ამ ჩემ შემთხვევაში ხაზვა იყო ეგეთი საკანი. ხო. მე ვხაზავდი. კი, ანუ მე გამიმართლა თანამედროვე 21 საუკუნის ბავშვს, მე ძალიან გამიმართლა. ძალიან ლოგიკურ კითხვებს სვამს. მე ძალიან გამიმართლა, იმიტომ რომ ძალიან მეადვილება დავუსაბუთო ნებისმიერ ჩემს მოსწავლეს, კერძო იქნება თუ სკოლის, არა აქვს მნიშვნელობა, რატომ დასჭირდება ჩემი საგანი. იმიტომ რომ სჭირდება. ხო, კომუნიკაციაა უცხოენასთან მიმართებაში. ფეხბურთელი იყოს თუ მოცეკვავე, რომელიც თქვა შეიძლება უნივერსიტეტში არ ფიქრობდეს ამ კუთხით გაგრძელებაზე, უცხოეთში რომ წახვალ იქ დაგჭირდება კომუნიკაცია და ასე შემდეგ ძალიან მარტივია იმათი დარწმუნება იმაში რომ სჭირდებათ ჩემი საგანი. თუმცა ხო, ტრიგონომეტრიის შემთხვევაში ხო, იცით რა არის? ეხლა მე რასაც ვუყურებ და ჩემი გამოცდილებიდან რა შეხებაც გქონია და რა საკითხშიც გადავკვეთილ ვარ, ხო, სამინისტროებთან. ფაქტობრივად საქართველოში სამინისტროს აქვს ერთადერთი დანიშნულება, რომ განათლების ყველა სტრუქტურა, ნებისმიერი ინსტიტუცია, სკოლა იქნება ეს თუ უნივერსიტეტი, ეს ინსტიტუციები ყავდეს კარგად დაქვემდებარებული, ხო? რომ ფაქტობრივად სკოლის მასწავლებლები 60,000-ია დაახლოებით, ხო, მთელი საქართველოს მასშტაბით. ესენი არის ძალიან დიდი რესურსი არჩევნების დროს, იმიტომ რომ კოორდინატორებად დადიან და სულ ვხედავ ხოლმე
ნაცნობ მასწავლებლებს ბეიჯებით, რო არიან ხოლმე მართველი პარტიის კოორდინატორები. თან ეგ არის პრობლემა, რომ არა აქვს მნიშვნელობა რომელი პარტია იქნება. მართველი პარტია თუ არის ეს მასწავლებლების მთელი კორპუსი ფაქტობრივად არის მათ განკარგულებაში. ეს ერთი. მეორე ძალიან დიდი პრობლემა არის იმისი გარკვევა, აი თქვენ შეეხეთ ამას თუ რა ვაკეთოთ. ხო, აი რა უნდა გააკეთოს სკოლამ. როგორ უნდა მიხვდეს სკოლამ, რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა იმოქმედოს და რა პროგრამა უნდა შეიტანოს, ხო? და ესენი ხო არიან. და მინდა გითხრა, რომ არც უმაგისობა არის. აი ახლა შეუძლია რომ იგივე თქვა, აი ახლა მართლა ამერიკაში გაჩნდება ალბათ მაგისი პრეცედენტები. ამერიკაში იმისი პრეცედენტიც არის, რომ ეროვნული სასწავლო გეგმა არ არსებობს. ანუ არ არის აუცილებელი, რომ ყველას კურიკულუმი და ხო, იმას მიყვებიან. ხო, ერთიანი არ არის. შეუძლიათ რომ სკოლამ საკუთარი კურიკულუმი გააკეთოს, კერძო სკოლას შეუძლია რომ საკუთარი კურიკულუმი ქონდეს. და განათლების სამინისტრო აბსოლუტურად ვერ ახდენს, თუ კი ის მათი კურიკულუმი არის დასაბუთებული, ვერ ახდენს ზეწოლას ამ პროცესებზე. და ჩვენ შემთხვევაში შეიძლება რომ ასეთი რაღაცა გააკეთდეს, რომ უნდა იყოს ექსპერიმენტული სკოლები და უნდა მიეცეს სკოლებს ექსპერიმენტების ჩატარების საშუალება და განათლების სამინისტროს კონდეს რაღაცა სარეკომენდაციო ხასიათი. ანუ შეთავაზო, რომ შენ შეგიძლია თუ არ იცი რა უნდა გააკეთო, თქვათ არსებობს მოდელები, არსებობს ფინური მოდელი, არსებობს ამერიკული მოდელი, რა ვიცი, ჩინური, იაპონური მოდელიც საინტერესო არის ძალიან. შეიძლება რომ მაგაზეც იფიქროს ადამიანმა, იმიტომ რომ ძალიან სპეციფიკურია, ყველასგან განსხვავებული არის. ხო, შეიძლება რომ ამ მიმართულებით სკოლებმა თავად გააკეთოს არჩევანი. მაგრამ ამ არჩევანს და ამ არჩევანის გაკეთებას რა ჭირდება? ამ არჩევანს ჭირდება პასუხისმგებლიანი დამოუკიდებელი მოქალაქე სკოლაში, რომელსაც არ ეშინია თავის თავზე არც ინიციატივის აღება და არც პასუხისმგებლობის აღება. რამდენად განასხვავებს მთელ სისტემას არჩევითობის პრინციპის დაშვება. აი იქ ხო ყველაფერს ირჩევენ, შერიფებს ირჩევენ, სკოლის დირექტორებს ირჩევენ. ყველას ჭირდება, რომ ის community-ს დაანახოს რა კაი ტიპია, რომ აირჩიონ. რა ძალიან კარგი, იმიტომ რომ მათ აიძულებს იმას, რომ იფიქრონ რა შეიძლება, რა სარგებელი შეიძლება მოუტანონ იმ თემს და საზოგადოებას და ამისთვის შრომობენ. რეალურად რაღაცებს აკეთებენ. ხო, არ არის ესე, რომ სადღაც ხედან კაბინეტებში და იქ ვიღაცა მათ ნიშნავს, თუ მათ გარეშე მიდის ეს პროცესი. აბსოლუტურად ჩართულები არიან. თუმცა ამისთვის ალბათ ჩვენ დაგვჭირდება, ამისთვის უნდა გვყავდეს ჯანსაღი საზოგადოება. სამწუხაროდ რის დეფიციტსაც განვიცდით ჩემი აზრით. არ ვიცი, შეიძლება კრიტიკულად არ განწყობილი, მაგრამ საზოგადოება აი ეხლა თითქოს იკვეთება რაღაც კონტურები, რომ საზოგადოება შეიძლება შევდგეთ. ისეთ შეიძლება. შემდგარი ჯერ არა ვართ. ალბათ ამას მინიმუმ შემდგარი საზოგადოება უნდა, იმიტომ რომ ყველა რო იაზრებდეს ამის მნიშვნელობას. საზოგადოების შედგომა სჭირდება თავისუფლება. სჭირდება თავისუფლება, კარგი განათლება, კარგი აღზრდა, ბევრი ფაქტორი სჭირდება, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ საზოგადოებას ერთმანეთის, ასე ვთქვათ, ეს არის რაღაც მოჯადოებული წრესავთ, აი ამ განათლების და აღზრდის და თავისუფლების გარეშე ამას ვერ იღებ, ამის გარეშე იმას ვერ იღებ და ხარ რაღაცა ესე ხო, დაბნეულობაში, სამწუხაროდ. ხო, ეგ გამოდის ზუსტად, მაგრამ ჯობია, რომ თავისუფლება იყოს და თავისუფლებაში დაუშვეს შეცდომები, თავისუფლებაში დაშვებული შეცდომა უკვე არის გამოცდილება. და არა თავისუფლებაში დაშვებული შეცდომა არანაირ კაპიტალად არ ყალიბდება და ეგ არის სწორედ. მე მგონია, რომ ეს იქნებოდა ძალიან კარგი ამბავი ჩვენთანაც, რომ შეგვეძლოს, რომ სკოლის დირექტორები ავიჩენ. ეხლა წარმოიდგინე, სკოლის დირექტორი, რომელიც მშობელს ჩახედავს თვალებში და ეუბნება, რომ აი მე ამას გავაკეთებ სკოლაში, როგორი პასუხისმგებლობა ექნება მას მოსწავლის და მშობლის წინაშე და ჩვენთან სკოლის დირექტორებს მშობლებისთვის თვალებში არ ჩაუხედავთ. მე ჩახედავენ დირექტორები რო გახდებიან. მანამდე არა და ეს ძალიან ფუნდამენტური განსხვავება და ძალიან განასხვავებს ამ სისტემებს ერთმანეთისგან. მიუხედავად იმისა, რომ მე რამდენიმე ძალიან კარგ სკოლის დირექტორს ვიცნობ და მე რომ მშობელი ვიყო, მათ ავირჩევდი.
მიუხედავად ამისა, მაინც სისტემა, რა თქმა უნდა, არჩევითობის უფრო მომწონს, ვიდრე ეს დანიშნვის, იმიტომ რომ შეიძლება ღირსეული ვიღაცას დანიშნონ, მაგრამ ამ შეიძლებაზე და გამართლებაზე ხომ არ იქნები, ხო? და შეიძლება ჩემს საჭიროებებს სხვა ადამიანი უფრო უკეთესად ხედავდეს, ან რაღაც ადგილობრივი თემის საჭიროებებს უკეთესად ერგებოდეს ვიღაც სხვა, ხო? შეიძლება მე ძალიან კარგი კადრი ვიყო, მაგრამ არ შევეფერებოდი რაღაც კონკრეტულ ადგილს, ხო? ამიტომ რა თქმა უნდა, თავისუფალი არჩევანი ყოველთვის არის ის მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები ხშირად ცდებიან და მახსოვს ერთი ჩემი ფილოსოფიის ლექტორი ამბობდა ხოლმე, რომ ანუ ბევრი ხალხი ხშირად ბარაბას ირჩევს და არა ქრისტესო. თუმცა მაინც აი დემოკრატიაზე უკეთესი მოწყობა ჯერჯერობით არ აქვს. შეიძლება იდეალური არ იყოს, შეიძლება უნაკლო არ იყოს, მაგრამ აქამდე რაც გამოცდილება გვაქვს, ამაზე უკეთესი მოდელი არ აქვს. შესაბამისად დემოკრატიულად არჩევითობის მოდელი ყველაზე უფრო ოპტიმალურად კარგია ალბათ. რა გითხრათ? ანუ ჩვენთან რო განათლების სამინისტრო ჩვენი დღეს გავაუქოთ, მე მგონი ბევრს არაფერს არ დავკარგავთ, ხო? ადამიანები დაკარგავენ სამუშაო ადგილებს. ერთადერთი რაც არის მე უფრო კრეატიულ და კაი საქმეებს გააკეთებენ. ერთადერთი რისთვისაც შეიძლება რომ იფიქრო რომ სამინისტრო ეს არის რაღაცა ფინანსების განაწილება, მაგრამ მაგისი დაშვება პირდაპირ შეიძლება ბიუჯეტიდან, ვაუჩერული სისტემა შედგეს და აბსოლუტურად არ ჭირდება მაგას სამინისტრო. თავისთავად მოხდება ამ ვაუჩერების სამართლიანი ვაუჩერების სისტემა უნდა იყოს და ვაუჩერების სისტემით თავისთავად არის შესაძლებელი რომ თუ კი ჩვენ მოსწავლეს ვაფინანსებთ. ანუ თქვენ მაინც ემხრობით გაუქმებას, ხო? მე რა თქმა უნდა ცალსახად. ჩემი მეგობარი უნდა გაგაცნოთ. ცალსახად კი და ტრაპმა მეტი არაფერი რო არ გააკეთოს, თვლი რომ ეს არის ყველაზე მაგარი რამ რაც უკვე გააკეთა, იმიტომ რომ ეს იქნება ძალიან კარგი მაგალითი ძალიან ბევრი ადამიანისთვის და ძალიან ბევრი ქვეყნისთვის. თუ რას ნიშნავს თავისუფლება განათლების სისტემაში. არ იყო განათლების სამინისტროები, მაგრამ ვეფხისტყაოსანი იწერებოდა, ხო, ჩვენს ქვეყანაში და ყავდა ძალიან კარგი მასწავლებლები ამ ქვეყანაში, ხო? იაკობ გოგებაშვილი ყავდა, მირე ჭავჭავაძე ყავდა. კი, ნამდვილად. და ცოტა შორის ძალიან კარგი, აი თუ ამ თვალით შეხედავს და გადაიკითხავთ ერთხელ აკაკის ჩემი თავგადასავალი, იქ ნახავთ რა კარგი მასწავლებელი იყო აკაკის დედა. როგორი გონიერი ქალი იყო და როგორი შრომა აქვს ჩადებული და რა мотиваცია აქვს მიცემული თავისი შვილისთვის. ხო, ამას ვერანაირი განათლების სამინისტრო ვერ გააკეთებს. რა თქმა უნდა, აღზრდა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. ზოგადად, როცა კრიზისებზე ვფიქრობ და აი ყოველთვის ბოლომდე სიღრმეებში მივყვები, აბსოლუტურად ყველა კრიზის და ყველა პრობლემას დავყავარ აღზრდის და განათლების დეფიციტამდე. აბსოლუტურად ყველა. აი სახელმწიფო იქნება თუ რაღაც აი არ აქვს მნიშვნელობა ელემენტარული რო ვთქვა რაღაც აი სასიყვარულო ურთიერთობაში პრობლემებიც კი მაქედან მოდის რაღაც აი არასწორი აღზრდა და ცუდი განათლება. უმნიშვნელოვანესი ფაქტორია აღზრდაც და განათლებაც და სამწუხაროდ ჩვენთან ორივე რგოლი მყანყალებს. ვერც მშობლებით განან თავის ადგილას, ხშირ შემთხვევაში ყოველთვის არა და ვერც მასწავლებლები ვერ დგავარ ჩვენს ადგილას, ხშირ შემთხვევაში ესეც ყოველთვის არა. სამწუხაროდ. ძალიან ხშირად ბავშვებს როცა ვეკითხები, ვთქვათ, რატომ მოსწონთ ესა თუ ის გაკვეთილი? ეს იქნება ჩემთან თუ ვთქვათ მეუბნებიან რომ ვიღაცის გაკვეთილი. ძალიან ხშირად იცით რას ამბობენ? იმიტომ რომ აქ თავისუფლად ვარ. და ძალიან მიკვირს ხოლმე რომ აი იმხელა დეფიციტი აქვს ამ თავისუფლების და ასევე კიდე მეორე მომენტი, აი სულ უნდათ რაღაცა გაგიზიარონ, გითხრან, იმიტომ რომ არავინ მათ არ უსმენს. ბავშვებს. ეს მოსმენის პრობლემა. მოსმენის პრობლემა, გაზიარების პრობლემა. აი სულ უნდათ რომ აი რაღაცა თუ შეგამჩნიეს რომ რაღაცა ესა. მართლა გაინტერესებს უკვე. თუ ინტერესით უყურებთ, ახლა მას და სულ რაღაცას გიყო ბოლოს ეუბნები რომ აი დავიღალე რაღაცა სხვა საქმეც მაქვს. ხო, აი ძალიან უცნაურია, მაგრამ ასეა სამწუხაროდ რაღაც. აი ჩვენ რაღაცა ვცდილობ ჩარჩოში ჩვენი სისტემა ვცდილობ ჩარჩოში მოაქციოს ეს არაჩვეულებრივი კრეატიული ბავშვები, რომლებსაც აქვთ აი ფანტაზია გაშლილი და არ აქვს საზღვრები და ამ დროს უნდათ რომ რაღაცა შეკვეცონ და ჩასვან რაღაც ერთ ყალიბში, რაც აბსოლუტურად არასწორია. და მე ვუკვირთ ხოლმე რომ მე-11 კლასში, მე-9 კლასში, მე-10 კლასში ამ ბავშვებს არაფერი აღარ უნდათ, არაფერი აღარ აინტერესებთ.
ვიღაცას ახლა თმა მოუშვა იქ ფეხბურთელი დაინახა, მოუშვა და გოგო მასწავლებელი და დირექტორი რომ ბავშვს დააბულინგებს გოგოს გავხარ გრძელ თმაშიო, ბიჭს მე არ ვიცი იმას რა უნდა განათლების სისტემაში საერთოდ. ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, აი ძალიან კომპლექსურია ჩვენი პრობლემები თან. მარტო სამინისტრო რომ პრობლემა იყოს, რა გვიჭირს? ყველაფერი არის პრობლემა და მათ შორის გასაგებია რომ თევზი ყოველთვის თავიდან ყროლდება, ხო? ანუ როგორი იცით რა არის, როდესაც ვერტიკალი არის მართვაში, ხო? ეს ვერტიკალი გადადის მერე ყველგან და მასწავლებელიც უკვე როგორც ვერტიკალი, აი ასე რაღაცა ამბავშვების თანამშრომელი კი არ არის, უფროსია და ზემოდან ელაპარაკება და როგორც კი ბავშვები იგრძნობენ, რომ რაღაცა მათ დონეზე დგახარ და მათ ერთ რაღაცა ასე ვთქვათ, ერთ ფუნდამენტზე დადგები მასთან, ხო? ეს არის ძალიან რთული პროცესი, ორი ამბავი ხდება. მაგ დროს მაგ პროცესს მე ვეძახი დესკულინგს, იმიტომ რომ ვერ ხდებიან თავისუფლებას რო აძლევ, აი სამი თვე ჭირდებათ რომ ბავშვებმა, აი ჩემთან ვინც მოდი საკვირაო სკოლაში, ხო? აი ის სამი თვე სანამ ჩემთან ადაპტაციას გაივლიან, ანუ მე რას თავაზობ, რა ტიპის თავისუფლების სივრცეს ვუქმნი, აი სამი თვე ეს ადამიანები ვერ ხვდებიან რაში გამოიყენონ ეს თავისუფლება და უბრალოდ არაადეკვატურად იქცევენ. კი, ნამდვილად ზედმეტის კი მოსდით. ამის მე როგორ ავარიცი რაღაცა ის უკბილებს აკაცკაცა და ვიცი რომ სამი თვე ჭირდებათ რომ მიხვდეს რომ ადამიანად ჩავთვალ. კი, სამი თვის მე ხდებიან რომ ისინი არიან ადამიანები რომ მათ მშობლები არ გადანაშაულებენ. თქვენთან იქცევიან მარტო ეგრე არ გეუბნებიან? არა, მშობლებს არ ვეუბნებით მაგას. კი, ჩემთან იცი რა, მშობელმა მომიყვანა და მანდო. რაღა უნდა უთხრა, იმან იცის რომ რაღაცა ჭირდება დამატებით იმას. ხო, ჩემ შემთხვევაში ასე გადავიწევი და ასე ნახევრად ხუმრობით რომ ვეუბნებ. თქვენი ბრალია ქალბატონო სალამ მეუბნე. მეთქი, ჩემი ბრალია, ხო? რატო იცით, სისტემურად რო არ არის, მხოლოდ თქვენთან რო არის. თქვენთან უშვებენ იმას. ცუგრიტა, კარგი, ცუგო. კარგი. კარგი რა, რატო ხო ხედავთ რომ გადაღება გვაქვს, რატო აღიზიანებთ? ცუგრიტა, დუტ. არა დაუდგებიან სპეციალურად, ვერ გავიგე. კიყებს ვარა რო უყებს გაიარე წადი გაცხრას დაუდგა აქა. ხო. ვაიმე სალმე არ ვიცი, რაღაცა ძალიან ეს არის რა. ექსტრემებში ვართ. ექსტრემალური სიტუაცია შეგვექმნა და გონია რომ ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ქუჩას ეს ექსტრემი ახასიათებს ყოველთვის. რა ვიცი, წავიდეთ, რამე ისეთი ხო არ არის, ისეთ თქმაც გინდოდა და მე ვერ მოვახერხე კითხვა. პრინციპში არა, ხო, აი ჩემთვისაც ეს მუდმივად ფიქრობ, რამდენად საჭიროა, რამდენად არ არის საჭირო ეს განათლების სამინისტრო და ჯერ ჩამოყალიბებული არ ვარ, თქვენ მყარად არა ვარ ჩამოყალიბებული, რომ არ გვინდა, არ ვიცი, იმიტომ რომ შეიძლება უნდობლობა მაქვს თვითონ სკოლების მიმართ. პირველ რიგში ჩემი აზრით სკოლებში ავტონომია უნდა გავზარდოთ და უნივერსიტეტებში უპირობოდ, იმიტომ რომ მათ უნდა გადაწყვიტონ თავისი ბედი თვითონ და თავის საჭიროებები უკეთესად იციან, ვიდრე კაბინეტში დამჯდარმა, მით უმეტეს სადღაც ცენტრში, კაბინეტში დამჯდარმა ბიუროკრატმა. ეს ერთი. მეორე კიდე, ხო არ ვიცი რამდენად თემასთან კავშირშია, მაგრამ მე ასევე ვასწავლედი ლიტერატურას ინგლისურს. ნუ უცხოურს რა. ბრიტანულს, ამერიკულს და დავინტერესდი მაშინ ამერიკული ლიტერატურის წიგნებით და ჩამოვტვირთე. ტირილი მომინდა, იმიტომ რომ ჩვენი ლიტერატურის წიგნი არ ვიცი რამდენია, 100 გვერდი? 150, არც კი ალბათ. 900 და 1000 გვერდზე ნაკლები წიგნი არ იყო. და იყო ესე, ჩვენთან ხო ესეთი ზოგადად ამერიკელებს ხო აქვთ ესეთი რეპუტაცია, რომ არ არიან მაინც განათლებულები, რაც მთლად საფუძველს მოკრებული არ არის ხა ზოგი შტატიდან, მართლაც ისეც გადააწყდები, რომ არაფერი არ იცის, მაგრამ ჯერ ერთი ხო ეს დაყოფილი იყო ეს ლიტერატურა, არა მხოლოდ ამერიკული ლიტერატურა, მე-9 კლასში შედიოდა. მანამდე იყო მთელი მსოფლიო სხვადასხვა კლასიკით დაწყებული სხვადასხვა ჟანრებით და ასე შემდეგ და თითო წიგნი არის, აი ყველაზე პატარა მე-6 თუ მე-5 კლასის არ მახსოვს 800 რაღაცა გვერდია და მიდის მაღლა. და ამ დროს ჩვენ ვიძახით, რომ ჩვენ რომ განათლებულები და ჩვენ რომ ნაკითხები ვართ. სამწუხაროდ არ ვართ.
ანუ ჩვენი განათლების სამინისტრო რა ეროვნულ გეგმასაც გვიწესებს და რა კონტენტით, ანუ რა შინაარსიც დევს იმაში, აბსოლუტურად არასაკმარისია. აბსოლუტურად. და იმის საშუალებასაც არ აძლევს სკოლებს, რომ სკოლება თავად გააკეთონ. კი ბატონო, თვითონ არა, არც წიგნებს, თქვა, წიგნებზეც ხო ბევრი პრობლემაა, ხო? აი ბევრი თulis რა, თქვა, უკეთეს შედეგი ექნებოდა სხვა წიგნით, იქნებ იმ პრაქტიკოსმა უკედიცის. ხო. ნუ სულ ეს იყო. ალბათ. სალომე, ჩვენი პოდკასტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის ყავა, იმიტომ რომ ეს არის მოგეხსენებათ ხო სათაურიდან გამომდინარე. ყავა არის ესე იგი ყავისმა არის პროცესი, სადაც ადამიანები ძალიან იხსნებიან და რაც მათ აწუხებს იმ თემებზე ლაპარაკობენ. ამიტომ ავირჩევთ, ყველაზე მეტად ამ ქვეყანაზე განათლების საკითხები მაწუხებს და მით უმეტეს განათლებასთანაც კავშირშია Earthbound University-ს ეძახდნენ ინგლისში, იმიტომ რომ 1 ფუნტად ყავა შეგეზო გეყიდა და მოგესმინა ვინ გაზეთში რა წაიკითხა, ვინ რა ისწავლა, ყველაფერი და განათლების ტოლფასი იყო მაშინ ყავახანები. ასე რომ განათლებასთანაც აქვს კავშირი. ძალიან დიდი მადლობა. იმედი მაქვს, რომ საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის ამ ტრამპის ამ გადაწყვეტილებას, რომ არ გავუხმაურებოდი უბრალოდ არ შემეძლო, იმიტომ რომ მართლაც გონივრული არის და მინდა რომ ამ ნოტაზე დავემშვიდობოთ ჩვენ მაყურებელს, დაგემშვიდობებით. ეს გახდათ პოდკასტი ლალისთან ყავაზე და დღეს ჩემი სტუმარი იყო საუმე გორგილაძე.